დავიწყოთ. ყველას მოგესალმებით და გილოცავთ დიდ გამარჯვებას. დღეს მერაბი გახდა ჩემპიონი. მოუგო უმარ ნურმაგომედოვს, ვიცით ახლა რას დამიწერთ კომენტარებში. ამიტომ მოვიყვანე მეორე სპეციალისტი, ეს არის თორნიკე გიგაური, GFC-ის ჩემპიონი 84 კილოში, როგორ ახარ? თორნიკე. მინდა შენთან ერთად დღეს დავაკომენტაროთ და განვიხილოთ ჩემი აზრით უმაგრესი ბრძოლა მერაბ დვალიშვილი versus უმარ ნურმაგომედოვ. მოდი დავიწყოთ და შენი აზრი მაინტერესებს, მე ჩემ აზრს ვიტყვი. ჩავრთოთ ვიდეო. ბრძოლა ჩატარდა 19 იანვარს დილით, ანუ დღეს სადღაც 9 საათზე საქართველოს დროით. როგორი პროგნოზი გქონდა შენ ამ ბრძოლაზე? დაახლოებით ასეთი რა. დაახლოებით ასეთი. პირველ რიგში მივესალმები შენს მაყურებელს ლაშა. და ჭუბსაც შეეხება მე 100% ვიცოდი მერაბის გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი და დაახლოებით ამას ველოდი რა, მაგრამ 100% იყავი დარწმუნებული ვიყავი მოგებაში, მაგრამ თლად ასეთი გამარჯვების დაჩაბნა თქო რა, ცოტა ეგერ შეიძლება თქო. ნურმაგომედოვი ხა არა ისეთი მაგრამ აი მოდი ჩემ არგუმენტს გეტყვი, აი პირველ რიგში აბდულმანაპის სკოლიდან არის. ამის კუთხეში ხავიერ მენდესი დგას და ხაბიბ ნურმაგომედოვი. ამ შემთხვევაში ახლა როგორ უნდა იყოს, აი რო გამოვრიცხოთ ის მომენტი, რომ ჩვენიანია, ხო? და ობიექტურად რო შევაფასოთ. რამ რთული არის თქვა, აი მე მაგიტო ვერ მივეცე, ასე მე ფავორიტად აქ ვენდე ბუკმეკერების პროგნოზს და ფავორიტად ჩავთვალე რომ უმარი იქნებოდა. ადამიანმა, რომელმაც პიოტრიანი გაიარა, სეხუდო გაიარა, უმალეი გაიარა და სხვა ვარსკვლავები, ჩემი აზრით ნურმაგომედოვთან ძალიან მაღლა იდგა. უფრო მაღალი დონე იყო შენი აზრით? იც რა არის, აი მე ეგრე შევაფასე, დაცვას შეძლებს ტეიქდაუნების და გადავწყვიტე რომ შეძლებს. უფრო ტექნიკური არის დგომში, გადავხედე რომ ეგეთი ბაზა აქვს და ტაილანდური კრივის და ვიფიქრე რომ უფრო ზუსტი არის, ნოკაუტებია განაკეთები. მაგრამ მე მქონდა ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყო რომ აი სტრაიკინგის ხარჯზე, ხო? იგებს ქულებით, ან მეორე ვარიანტი იყო, როდესაც მერაბი აღმოჩნდებოდა ბევრად ფიზიკურად და ფუნქციონალურად ძლიერი. და მოიგებდა მეორე, მესამე და მეხუთე რაუნდს. აი ეგეთი ვარაუდი მქონდა. მერაბს ისეთი სტილი აქვს. ხაოსური სტილი აქვს. მოდი აი არ ვიცი. იტყვი რომ ეხლა ეს არის კლასიკური კრივი. ეს ადამიანი არის შეუდარებელია რა, შეუდარებელი თავის სტილით, თავის განუმეორებელიც არის, იმიტომ რომ ამით ვერ გაიმეორებ. თავის პატრიოტიზმით და რა ვიცი. ეგ პირადი თვისებებია. კი, ეს პირადი თვისებები მე გეხმარება. ანუ მეც ჩხუბობდა, მეც ვიცი, ანუ შენ როგორიც ხარ ცხოვრებაში, ის ცხოვრება გეხმარება მე ბრძოლის დროს. ნუ პირადი აუცილებლად. პატრიოტიზმი, ის ქართული ჟილკა და ეს ქართული სული და კი დავისთავა. აი ეხლა უკვე უყვარს თავის ქვეყანა, რომ არ თმობს არაფერს და სტილი კიდევ არ ვიცი, ესეთი სტილი. ჩვენ ახლა განვიხილავთ ბრძოლას, პირველი რაუნდის ნახევარზე მეტი არის გასული. როგორ შეაფასებდი? აი მე პირველი რაუნდი ჩემი შეხედულებით უფრო ზუსტი შედარებით იყო უმარი თქო, უფრო ზუსტი. პრესინგიც უმარის, ანუ გალიის ცენტრს იკავებდა უმარი თქო რა. ეგეთი პირველი რაუნდი დამთავრდა 14-14. ანუ თანაბარი. მეც უმარის მოგება მეგონა, ანუ პირველი რაუნდი. აი დაჟე მცდელობას ხედავთ ახლა უმარი რომ შედის და ტეიქდაუნის მცდელობა არის. პირველი რაუნდი მეგონა უმარმა წაიღო, მაგრამ მე იქ იყო. აი ტექნიკას რომ დავაკვირდეთ ახლა, აბსოლუტურად უნივერსალური მებრძოლეები არიან. კარგად ჭიდაობენ, ორივე ცდილობს ფეხით, ორივე ფეხით მუშაობს, ორივე ხელით კარგად მუშაობს და ორივე მხრიდან არის მცდელობები ტეიქდაუნის. მე ამას თავიდანვე ვიძაღდი, პირველი ორი რაუნდი, თავარია პირველი ორი რაუნდი არაფერი მოხდეს, ხო? გავიაროთ. მესამე, მეოთხე, მეხუთე რაუნდში, იმიტომ წეგანაც აღნიშნე, ბოლო რაუნდებში ვიცოდი, რომ
არ ვიცი. კი, ნუ აი მაგის იმედი მქონდა. ამ ხელასხაობას. მაგას არავინ არ ელოდებოდა. უმარ გამედიოს ამ დონეზე დაღლილს. დაჭაგვრა ხო ქვია ეხლა ჯამში. და უხეშად ვიტყვი. გაფარჩაკებულს არ ვიცი. კი. აი ვერ დადიოდა ტიპი. სახეზე მერაბი არ ვიცი, ჩემთვის ნომერ პირველი და ფავორიტი მებრძოლია და რა თქმა უნდა ილია. თანაც ტრავმა მქონდა. არ ვიძახი, იმიტომ რომ ქართველები არიან. ნუ რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართველები არიან და მერაბმა გააკეთა რა დაუმარცხებელი დაამარცხა სტილი. და წარმომადგენელი აბდულმანაპის სერიოზული სტილი მერაბის, რა ვიცი, ესეთი სტილი ორივე. აი სრულდება პირველი რაუნდი, 30 წამი არის დარჩენილი. აქტიურობს უმარი კომბინირებულად უთყამს. ამ დროს შემეშინდა ძალიან. ერთი გაატარა. და მეც ვამბობდი რომ აი მინუსი მერაბის არის რომ მარცხენა ხელი აქვს ჩამოწეული თქო კომბინაციების დროს და კაკრას ეგ მომენტი იყო რომ ხშირად დაზიანება ქონდა ძირითადად მარცხენა მხარეზე. უმარიც მომზადებული იყო ეხლა თავისთავად მაგისთვის. კარგად მუშაობს. ამ დროს უკან ნაბიჯებით მიდიოდა 1-2 ნაბიჯი და ეს მარცხენა ჯებს უგდებდა და მე პირველი რაუნდი დასრულდა ხელი. აი შენი შეფასებით ეხლა პირველი რაუნდი მე ესე მეგონა რომ წაიღო. კი, მეც გეთანხმები რომ პირველი მეგონა, მაგრამ 14. მაგრამ აქ აი ის კანონიც მოქმედებს რომ თუ თანაბარი ბრძოლა არის, უპირატესობას მსაჯები აძლევენ მოქმედ ჩემპიონს. ეგეც ხო არის, რადგანაც პრეტენდენტმა უნდა დაამტკიცოს რომ უკეთესია. რა თქმა უნდა და ამიტომაც მიცეს ფრე. საინტერესო რა შეუბნებოდნენ სეკუნდანტები მერაბს რა უნდა მესამე მეოთხე მეხუთე რაუნდში ეძახოდნენ იქიდან წინიარეო ანუ ხაბიბი ელაპარაკებოდა უმარს რომ წინიარე და არიარო უკან ერთი კარგი დარტყმა გაატარა პირველ რაუნდში ხო აი ერთი დარტყმა აი მაგ დარტყმის დროს შემეშინდა კი აი ცოტა შემეშინდა. რატომღაც კომენტატორებს ვინც წერს ნეგატიურ კომენტარს გონიათ რომ მე ბალეტშიკობდი უმარ, მე ბალეტშიკობდი თავისთავად მერაბს. უბრალოდ ის ჰაილაიტის რომელიც იყო დაჭრილი და პროგნოზები ის სპეციალურად კეთდება ცოტათი გამოწვევი. არ ვიცი რატომ ხდება ესე რა, ანუ ილიას ჩხუბებსაც ხომ უყურებ და ანუ ილიას ჩხუბზე ვიყავი აბუ-დაბიში და ეს არის პირადად და ანუ რა თქმა უნდა უსაზღვრო ემოციები დავხარჯე და არ ვიცი საერთოდ უცხო ხალხს ვეხუტებოდი და რაღაც ანუ იმხელა ემოცია იყო ჩემთვის მაგრამ მერაბის ბრძოლაზე მე ვაფშე სხვა დონეა ბრძოლაზე ანუ სხვა ჩემთვის პრინციპულიც იყო იმიტომ რომ ჩtildeოთ კავკასიელებს დავეჯახე პრინციპულიც იყო რა თქმა უნდა ეს სხვა ბრძოლაც იყო მაგრამ კარგი მარჯვენა იყო ეხლა რაღაც არასტანდარტული დარტყმებს აკეთებს მაგრამ ეს მარჯვენა ხშირად დავინახე ამ ბრძოლაში აი როგორ მარჯვენას ურტყამს და ცდელობა მარცხენა ხელი ძალიან დიდი წინეხი მიცა კი აი ეხლა ფეხი გაატარა მესამე რაუნდი რომ დაიწყო უმარის გომზე უკვე ეტყობოდა რომ აღარ იყო ის უმარი რაც უნდა ყოფილიყო UFC-ში როდესაც ჩხუბობ და მით უმეტეს იცი რომ მერაბს ეჩხუბებ ცოტა მეტი კარდიო მართებდა. უფრო იცოდა, მაგრამ ნუ შენ ერთ ეხლა ხაბიბს არ ეწოდინებ, ანუ გააკეთა სავარაუდოდ მაქსიმუმი, მაგრამ არ იყო. მაგრამ არ იყო. მეორე რაუნდში ეხლა ბევრად ენერგიულია მერაბი. აი ზუსტად მასეთი მებრძოლია მერაბი, ვერ აფასებენ სათანადოდ ვერც UFC-ში და არ ვიცი რატომ იცეს ესეთი კოეფიციენტი წეღანაც მაგას ვაპარაკობდით, არ ვიცი რატომ იცეს ესეთი კოეფიციენტი. კი, ნუ 3 და 4-მდე ადიოდა უცხოეთის ბეტებზე, კი, კოეფიციენტი. წარმოვიდგინე. 3 და 4-მდე. ჩვენ ახლა ვიხილავთ 2 წუთი არის გასული მეორე რაუნდის, მერაბი გააქტიურდა, მცდელობა გადასვლის, მაგრამ კარგად იცავს უმარი თავს. აი ბევრმა ამ ბრძოლას ვინც უყურებდა თქვენ რომ ბევრად ანუ ესეთ მარტივ შესვლებს უმარი დაბლოკავდა. ეხლა წაიღო უმარმა ზურგი და სტატისტიკა აქვს საკმაოდ საფრთხო, რადგანაც 18 ბრძოლიდან 7 ქონდა მონაგები საბმიშენი. თან rear naked choke-ით, ანუ აღჭობდა მოწინააღმდეგეს. თან დაგესნელია რა. კი, და მე აღვნიშნე რომ აბდულმანაპის სკოლის მოჭიდავეებს აქვთ მაღალი დონის გრეპლინგი. MMA-ისთვის გადაკეთებული ახლა კლასიკური რაღაც ჯიუ-ჯიტსუ არ არის, უფრო MMA. მახაჩევმა ამ ბრძოლის შემდეგ არ ვიცი. უბრალოდ
ნუ კი, მახაჩევმა მალე დაასრულა ბრძოლა, მაგრამ გაატარა კიდევ. მასაც ველოდებოდი ახლა. მაგრამ მაგარი გაატარა. გაატარა ცოტათი ჩაიკეცასავით, ხო? ცოტათი არა, რაღაც იმ მომენტში ვიფიქრე, რომ დღეს არ იყო დაგესტნების საღამო თქო რა. კი, აი, მე მაგალითად ცარუკიანი და მახაჩევ შეიძლება მოეგო, ხო? კი. შეიძლება მოეგო. ძალიან გულდასაც მე ცარუკიანზე უფრო მეგონა. მერაბზე დარწმუნებული ვიყავი, მოიგებდა. რთული ბრძოლა ელოდებოდა მერაბს ცალსახაა, მაგრამ ეხლა ესეთი ბრძოლა არ ვიცი რა, მე გუში იმხელა ემოციები დავხარჯე. აუ მეორე რაუნდიდან მომეშვა გულზე სიმართლე. არ ვიცი, იმხელა წეღან მე და შენ ვლაპარაკობდით ჩვენს ბრძოლებზე. ეგრე არ იძაბები. ჩემი ბრძოლა ეხა შევდივარ, ბრძოლობ, მე იქ სხვა სიამოვნებას ვიღებ, სხვა ადრენალინს ვიღებ და მე ვერ გგზნობ, მაგრამ აი ესე მერაბის ჩხუბზე არ ვიცი რატომ ვარ, ესე ძალიან ემოციური ვარ. მეც და ჩემი ვაკაცები არ ვიცი რა, მაგრამ ილიას ჩხუბზე უფრო როგორ ვარ, იცი, აი შედარებით დამშვიდებული ვიყავ და ილიასში რაღაც დარწმუნებული ვარ. იმდენად კარგი ტექნიკას ფლობს, რატომღაც დარწმუნებული. მერაბშიც დარწმუნებული ვიყავი მე. მართლა დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ არ ვიძახი რომ მოიგო ეს ბრძოლა, არა, უბრალოდ ვიცი ადონის სპორტსმენია, ადონის ბრძოლის უნარიანი ადამიანია და ვიცოდი ამ ბრძოლას მოიგებდა. მაგრამ ესე თუ ადვილად დიდი უპირატესობით მოიგებდა ესე არა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ მოიგებდა ამ ბრძოლას და მაინც მერაბის ბრძოლაზე ძალიან ემოციური ვარ, არ ვიცი. აი ნახე, ეხლა დარჩა წუთზე ნაკლები მეორე რაუნდის დასრულებაზე და კლინჩში კარგად მუშაობს. პროსტა რა მიგვირს? უამრავი რაოდენობა მცდელობის შესვლის. მაგრამ ყველა ელოდება, როდის დაიღლება უმარი. ეხლა რა უფრო რთული არის? შესვლა თუ დაცვა შესვლისგან. წესით უფრო მეტი ენერგია უნდა მიქონდეს შესვლასაც. შესვლასაც ძალიან დიდი ენერგია ჭირდება, იმიტომ რომ ესენი პროფესიონალები არიან და მაქსიმალურად მთელი იმით შედიან ენერგიით და დაცვასაც რა თქმა უნდა დაცვა, ჩემი აზრით დაცვა უფრო რთულია MMA-ში ვიდრე აი დასრულდა მეორე რისი თქვა მინდოდა უმარ რიგდებდა ძალიან ბევრ ძალას რომ მერაბის არ გადაეყვანა რაღაც პრინციპის საკითხივით იყო თქო რა და მგონი ეს იყო შეცდომა რადგანაც კი დაიცვა თავი პირველი ორი რაუნდი მაგრამ აი ნახე ხო დასრულდა ეხლა ორი რაუნდი და სუნთქავს თან მაგრად სუნთქავს მე რატომღაც მგონია რომ მაინც კი შეაფასეს მაგრამ მაინც სათანადოდ ვერ შეაფასეს მერაბი ფიქრობ მე ესე მგონია იმიტომ რომ ალბათ გადახედეს ტექნიკას და აი როგორც მშრალი ანალიზი გააკეთეს ხასიათის გარეშე რა მოთვალე მერაბის გავლილი მეტოქეები კი როცა იცი ადამიანს ამხელა ბრძოლები აქვს გამოვლილი და ამხელა არ ვიცი რა ამხელა ბრძოლები აქვს ადამიანს მოგებული არ რაც გასაკვირია ჩემთვის MMA-ის მებრძოლი ვარ მეც ღვთისწყალობით მეც მინდა რომ ახლა მომავალში UFC-ში ვიჭხუბო, მაგრამ არ ვიცი, ანუ ამხელა ბრძოლები არ ვიცი, ამაზე დიდი мотиваცია არ ვიცი, ჩემთვის მართლა არავის. ანუ არ შეაფასეს სათანადოდ. არ შეაფასეს სათანადოდ, იმიტომ რომ მერაბი არის ძალიან მოდი ესე დიდებული სპორტსმენი და სულ შეკითხვას დაგისვამ, აი შენ რომ ქონოდეს ბრძოლა მერაბის მსგავს, მერაბისთან არ ვიტყვი, აი მსგავს მოწინააღმდეგეს. აი როგორ უნდა მოემზადო? ვერ იტყვი რომ რაღაც ძალიან ხაოსური არის, ხო ხტები? მე როგორ მომემზადებოდი? ანუ ყველა ასპექტში უნივერსალური. კი. ხო? ხოლო ეს გზა არის. ოდნავ თუ გიპოვა რაღაც აწვება და აწვება, ხო? ან თუნდაც პარტერში, თუნდაც დგომში, ან სადმე, ოდნავ თუ სადმე გაქვს მინუსი, აუცილებლად ის მინუსი იქ თან ხო იცი როგორაა ოქტაგონში. შედიხარ და მე ხვდები. მე და ამირან გოგოლაძე ვლაპარაკობდით ხოლმე, ანუ ამირანიც წავიდა, ეხა მერაბთან ერთად არის და მერაბთან ერთად ვარჯიშობს და ელოდება ამირანიც UFC-ს ქართს უკვე. და წარმატებები ჩემ ძმას და ამირანი და მე ვლაპარაკობდით ხოლმე, ანუ ოქტაგონში როდესაც შედიხარ და ჩხუბი იწყება, აი მაშინ ხვდები რა დააკელი შენ თავს რა. რა შეგეძლო უკეთესად. კი. და უმარი დღეს მიხვდებოდა
რა დააკლო თავის თავს და რა თქმა უნდა ხაბიბიც. იქიდან ხაბიბი ჩანს, ხუბის ხაბიბს ვაკვირდებოდი ხოლმე კლეტკის იქით და არ იცის რა გააკეთა. ვერაფერს ვეღარ შვებოდა რა. ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მერაბია რა. მერაბია და არ ვიცი. დიდ სამუშაოს აკეთებს. აი ახლა რო შევხედოთ, ხო, ახლა არის გასული 2 წუთზე ნაკლები მესამე რაუნდის. რამდენად მეც მოძრაობს მერაბი? აი გადახრები, ფინტები, ფეხი, ხელი, შესვლის მცდელობა, აი ბევრად აქტიური არის და როდესაც ჩემი შეხედულებით უმარმა ცადა რომ ამ ტემპში აყვეს და ვეღარ გაკაჩა რა, ანუ ჯამში ეგ იყო. აი კიდე შესვლას აკეთებს. აღნიშნე ლაშა. მესამე რაუნდში უკვე ვეღარ იდგათ ხო ფეხზე. დააკვირდი ენერგია გამოცილი, კი, ეგ უმარის დგომს დააკვირდი, ანუ რატო ვიძახი, იცი? მეც მომსვლია ესეთი რაღაც რა, როცა თავიდან ვიწყებდი სამოყორულოს ჩხუბებს, მე პროფესიონალებში გადმოვედი და კარდიო ერთ-ერთი ის იყო ჩემთვის რა, მნიშვნელოვანიც იყო და არ მქონდა ისეთი სასწაული კარდიო. არც მქონია ეს მესამე და მეოთხე რაუნდები, მაგრამ მაინც რა დგომზე ხვდები, უკვე ფეხები რომ გეთიშება, უკვე კარდიოს ბრალია. ვეღარ დგას ფეხები. კი, ვეღარ დგას მესამე რაუნდიდან საერთოდ ვეღარ იდგა. და მერაბს რაც შეეხება. მერაბი დაცეკვავს, მერაბს რაც შეეხება. უკვე იმხელა დონეზე აქვს გამომუშავებული ბრძოლა, რასაც ბრძოლა ქვია, რომ უკვე ინსტინქტებით აკეთებს ყველაფერს და უკვე იცის რა უნდა გააკეთოს. აი ძალიან მაგრად აღნიშნე, ინსტინქტებზე ბრძოლობს, რეფლექსებზე, ხო? აი როგორ ისვრის ამ ხელს, აი საიდან, ქვემოდან სხვადასხვა კუთხეში რა დროს. კი, ჩხუბობს რა ჯამში, რომ ვთქვა, ჩხუბობს ეგრე. ვერ იტყვი რომ ბოქსაობს, ვერ იტყვი რომ ადამიანია დღეს მერაბი, იმიტომ რომ გაიზარდა ოქტაგონზე გაიზარდა. არ ვიცი. აი ცდელობა და გადაყავს, მაგრამ აი ნახე, მე დაუწერე და იყო ნეგატიური კომენტარები. მე ვთქვი რომ მერაბი ვერ გააკონტროლებს თქო, მაგრამ მერაბიმ რითი აჯობა ჩემ პროგნოზს რომ არც უცდია. პროსტა გადაყავდა და რო დგებოდა უმარი ეგრევე უშუალოდ არ გაეკონტროლებინა. მაგრამ არ ცდილობდა, ანუ უკვე მესამე რაუნდიდან მერაბი აკონტროლებდა ყველაფერს. ბრძოლას კი მიყავდა ბრძოლა და ანუ ყველაფერი იცოდა. რაუნდიდან თქო მერაბზე მე უკვე ვიცოდი რომ აკონტროლებდა ყველანაირად. ცოტა კი იყო იქ რაღაც აი წუთი არის ახლა დარჩენილი და ცდელობა იყო უმარის მხრიდან რომ სეტკასთან გაეკონტროლებია, მაგრამ კარგად გზნობს მერაბი თავს. ხო? კი. უმარი უკვე შენელებული ჩანს. აი ვერც იტყვი რომ რაღაც ენერგია აღარ ყოფნის თქო რა. უკვე მესამე რაუნდიდან ენერგიის გამოწვევა დაიწყო. კი. და აკოშმარებს ხო? აკოშმარებს. პირიქით ემატება ეს ენერგია. არ ვიცი ამ ადამიანის კარდიოზე რა ვთქვა, არ ვიცი. ხასიათია აქ ეგეთი რა. და არ ვიცი. საუბარს რო იწყებს. მე ყოველთვის მაგას ვიძახი რომ მერაბს ღმერთის აი ნახე რას აკეთებს ახლა გადასვლებს ცდილობს რომ უმარმა წააქციო იღლება უმარი ახლა იღლება მერაბი პროსტა დგება და თან იცის უკვე იცის რასაც აკეთებს და მაგიტო ვიძახი უკვე ეთამაშება და მაგიტო ახლა ვიღაცასთან საუბრობს ხო გალიის გარეთ შეხედა ანუ ჩაგრავს მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად ხო ტეხავს ახლა დასრულდა მესამე რაუნდი უმარმა აგერ გაბრაზებულია უმარი უკვე იმიტომ რომ ვეღარ შვება ხო ხო და სწორად აღნიშნე რომ ხაბიბმა არ იცის რა ურჩიოს ანუ რაც ასწავლა და რაც გათვალეს ის არ გამოუვიდათ ზოგადად არ ვიცი რამდენად უხეშია ეს ყველაფერი მაგრამ ადამიანის ბრძოლებს ვადრი ხოლმე აი რაღაც ცხოველების ბრძოლას თუნდაც აი როგორი რაღაცაა იცი რაც უფრო გამოცდილია თქვათ ცხოველი ხო და რაც უფრო ასაკიანია მით უფრო შემტევია მით უფრო ნუ მესმის აქ ახალგაზრდა ჩხუბობდა ერთი თითქმის 4 წლით კი არა სხვაზე ვამბობ ბრაზილიას რომ ეჩხუბა და მოვიწყდა იმ ბიჭის გვარი ნუ რა მნიშვნელობა აქვს ასაკით იყო ეს ბრაზილიელი ძალიან უფროსი და 26 წლის იყო ის და 36-ის ის მაგრამ 36-ის არ ნახე ჩხუბი რა წონაზე ამ კარტში იყო გამოვტოვებ ეს გამოვტოვებ და
main card-ი სანამ დაიწყებოდა ბოლო ბრძოლა. აჰა, მივხვდით. main card-ის ყურება დავიწყე მე. ჩვენ ახლა ვიხილავთ მეოთხე რაუნდს, პირველი 10 წამი გავიდა. აი, რო დავაკომენტაროთ მეოთხე რაუნდი, მეოთხე რაუნდში უკვე მერაბი იმ ხელაზე აკონტროლებს ყველაფერს, რომ უკვე ვიცოდი, ანუ შვიდად ვიყავი უკვე დავჯექი. კი, მეც მომეშო. გაოფლილი, უკვე ვიჯექი და უკვე სიამონებას ვიღებ. პირველი ორი რაუნდი აი რაღაც მაკანკალებდა უკვე. კი და იმ ხელას სიამონებას ვიღებდი უკვე ამ ყველაფრით, რომ აი ვერ აღწე და ამისთვის რავი, ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ამ ადამიანს და მე ასევე ვიტყვი, რომ შეიძლება მერაბისთან ჩავიწეროთ ინტერვიუ და თუ თავად შევეკითხოთ, როგორ გრძნობდა თავს, მაგრამ კი, აუცილებლად ჩამოვა მერაბი. აი ახლა რო შევაფასოთ მერაბის სტრაიკინგი, ხო? ნებისმიერი სროლის შემდეგ აქვს მცდელობა შევიდეს მარჯვენა ფეხში. ცალფეხში შესვლა, გადაყვანა, მაგრამ განსხვავებით პირველი ორი რაუნდის აქ უკვე გადასვლები გამოუდის. ტეიქდაუნი, ანუ ტექნიკურად ითვლება, როდესაც დააკონტროლებ 2-3 წამი, ხო? უკვე ახლოს არის ტეიქდაუნთან რა. აი უკვე გადაყავს სამ წერტილზე. ანუ ეხა უკვე მერაბის შესაძლებლობები და ნორმაგამედოების შესაძლებლობები ძალიან სხვადასხვაა უკვე რა. შეუძლია ნებისმიერი რამ გაუკეთოს, შეუძლია ნებისმიერი აი არ ვიცი. მე დაჟე ვფიქრობდი რომ გათიშავს თქო. მართლა? კი, ნოკაუტი. გაუტარა კიდე. აი ახლა კარგი მარჯვენა ჩააჯინა. დააკვირდი რამოდენიმე ისეც მოარტყავს. ნუ სახიფათო მაინც რჩება, მაგრამ უკვე ენერგია გამოცლილი არის. უბრალოდ აი რა არის საინტერესო, ახლა ნებისმიერი, ანუ ყოველი გასული წამი მუშაობს მერაბიზე. ჩხუბი აღარ უნდა. ნუ აღარ უნდა, ხო? აღარ უნდა. სწორად შეაზიზღა ჩხუბი. აი მართლა შეაზიზღა ჩხუბი. აი სიტყვა აკოშმარებს იდეალურად აღწერს ამ ბრძოლას. ნუ გამედოვისთვის როდის ადამიანს გაატარა კიდე. წაგება არ გაქვს. მით უმეტეს რაუნდი არ წაუგია. კი, არ წაუგია რაუნდი. უცებ გამოდიხარ და ამ ხელა წნეხის ქვეშ გაქცევს ადამიანი. ნუ ფსიქოლოგიურად ეხა რა თქმა უნდა იცი, გადიხარ ჩემპიონთან და შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ესე ფსიქოლოგიურად თან ამ დონეზე გაგტეხოს და ესე დაგამციროს. პირდაპირ დაგამციროს. ამდენ ხალხში ხა ნურმაგომედოვისთვის ძალიან ძნელი იქნება ფსიქოლოგიურად დალაგება და დაბრუნება ფიქრობ? კი. რა თქმა უნდა. ზოგის ხო არის ეს რაღაც ნოკაუტში ხარ და დრო გჭირდება რომ ის აღიდგინო და გადაიარო. აქ იჩაგრება ფსიქოლოგიურად. აქ უარესია, ეს უარესია ფსიქოლოგიურად დაჩაგრული ადამიანი. მით უმეტეს სპორტსმენი არის ძალიან აი ეს მომენტი ნახარ ბევრმა დაასკრინა, როდესაც ფეხი უჭირავს მერაბის და მერაბი იშორებს, ხო? ეხლა შევატარებდი ამ ბრძოლას, აი მე-11 კლასელმა რომ მე-6 კლასელთან იშხუბოს, ხო? ანუ ფიზიკურად დიდი სხვაობა ეთყობა უკვე. ის პატარა ჩანს. ანუ ცალსახად ჩანს რომ არის ჩემპიონი ადამიანი და ვერაფერი კიდევ აწეღან ვიდახ. ჩემი აზრით მერაბის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იყო პიო ტრიანი. ფიქრობ, კი. და ჩხუბზეც აისახა ჩემი. იანი ფურცელზე ხო შეეძლო დაცვა, მეც ესე ვიფიქრე რომ შეძლებდა დაცვას, რადგანაც მაგარ კავკასიელ მებრძოლეებთან ჩხუბობდა, მოჭიდავეებთან და იცავდა თავს. მაგრამ პრაქტიკაზე ბავშვივით ათრია. ეს იყო პრაქტიკაზე რაც მოხდა. მე ასევე ვთქვი ორი ვარიანტი, როდესაც დავუშვი თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ბრძოლა, შეიძლება მოხდეს ისე რომ ვერ იგრძნოს ფიზიკურად თქო. უბრალოდ ეს მოხდა უკვე მესამე რაუნდიდან. ეხლა უკვე მაგრამ მოდი შევაქოთ უმარიც, ხო მიუხედავად რომ ძალა გამოცლილია, ტექნიკურად მაინც ცდილობს რაღაც გააკეთოს, მაგრამ ეს უფრო სხვა გზა არა, კი, სხვა გზა და ჯებს აგდებს ხაბიბის თვალები აი ფიქრობს რა ქნას, ხო? აი ამ მომენტში იმხელა სიამონება მივიღე. ხო, თელმა ზაგადულო მიიღო ჩემი. უყურე ხაბიბთან ჩაიყვანა პარტერში და იქიდან რაღაცებს ელაპარაკება რა და აი მაგ დროს როგორი სახე აქვს უმარს? აი დატანჯული ხო? კი, აღარ უნდა ჩხუბი შეაზრა, მართლა შეაზრა ჩხუბი და რა ვიცი. შენი აზრით რამდენი ხანში დაბრუნდება უმარი ბრძოლაში?
აი ფსიქოლოგიურად დალაგება უნდა და მე შეიძლება ბრძოლაზე კითხვით. მე ასევე ვთქვი, რომ თუ მერაბი ამ ბრძოლას იგებს, ალბათ 4-5 წელი მე ვერ ვხედავ ადამიანს, ვინ შეცვლის თქო რა. ვინ შეიძლება იყოს შემდეგი მოწინააღმდეგე? პიოტრიანი, ომელი, შენ ვის ხედავ? მე ისე მგონია ომელი. ნუ UFC-ისთვის საინტერესო ბრძოლა არის ეს. მაგრამ შენთვის რა იქნებოდა საინტერესო? საინტერესო იქნებოდა ისე ნურმაგომედოვთან ჭუბი. არა მგონია რომ მალე მოხდეს. ალბათ 2-3 ჭუბში შენთვის პირადად. კი, პირადად ჩემთვის ვიძახი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ამასთან იქნებოდა, ოღონდ უკვე სხვა რაღაცებს მიაქცევენ და მართლა ისე შეაფასებენ მერაბს, როგორც უნდა შეეფასებენ. რა შეიცვლებოდა შენი აზრით? როგორი დახატი იქნებოდა ბრძოლა? ბევრ რაღაცას შეცვლიან თუ ამათი ბრძოლა. უფრო მეტი პრესინგი? აი ესე კონკრეტულად რო თქვა. ეხლა უკვე მეხუთე რაუნდი იწყება. უფრო მეტი ფსიქოლოგიური სიმშვიდე ალბათ ჩემი აზრით. იმიტომ რომ ანუ მეც ის ვფიქრობ ამ ბრძოლებზე არ იმჩნევენ. კი, მაგრამ შინაგანად განიცდის. არ იმჩნევენ, ანუ ხაბიბიც ესეთი მოჩხუბარი იყო და ნუ ეს უმარიც და ისლამიც. ნუ ეხლა სერიოზული სპორტსმენები არიან და შენ ციცი და მეც ვიცი ახლა რომ შეუძლებელია რომ არ ინერვიულო. მაგრამ ანუ ისეთი ის უჭირავთ poker face რა ეგრევე. ანუ არ იმჩნევს, ვით არ ვიღლები გამჩი, მაგრამ ნუ ეხლა რაღაც მიდგომაც არის. ესეთი ადამიანი უფრო ტყდება უცებ რა, აი უცებ შეგიძლია გატეხო რა. არსებობს პირიქით რომ ნერვიულობს, მაგრამ შინაგანი სიმშვიდეა, ხო, ეგეც არის. ჩვენ ეხლა ვიხილავთ მეხუთე რაუნდს, მერაბიც როგორ შეგრძნება, ვითომ გახურდა უკვე, ხო ხვდები, აი უკვე გახურდა რომ იჭხუბოს. მერაბი ამ მეხუთე რაუნდში უკვე ჩემი აზრით როგორ იყო, იცი? ყველანაირად აკონტროლებს. კარგი შესვლა იყო. ყველანაირად აკონტროლებს ჭხუბს. იცის უკვე რომ მოგებულია, კი, კამარი, მაგრამ ხელები აწია და უკვე ცდილობს იმას რომ დაანახოს თავისი უმარსაც, ხაბისაც და მთელ სოფლიოს რომ რადონის მოჭხუბარია მერაბი და რადონის მოჭხუბარია უმარი. და დაანახა კიდევაც რა. აკეთებს ფინს მარცხენა ხელით და აკეთებს შესვლას. მაგრამ მოხდა ორი რამ, დაიღალა უმარი და უფრო ენერგიული გახდა მერაბი. ამიტომ ეს შესვლები უკვე გამოდის. კონტროლი მე ვერ დავინახე, ანუ უბრალოდ მე-4 რაუნდში იყო ტეიქდაუნი კონტროლით და მე-5 რაუნდშიც იყო. ამ ბრძოლაზე საუბარიც იყო, რომ რეკორდი უნდა მოეხსნა ამ წონის ტეიქდაუნების რაოდენობაში მერაბს. და მგონი მოხსნა რა. დენი ტეიქდაუნი გაუკეთა. თან რა კარგი დღეს დაემთხვა, ულოცავ ყველას ნათლისღებას გილოცავთ მეც. ძალიან გაგვახარა მერაბმა რა. არ ვიცი რა, არ ვიცი. მთელი საქართველო მართლა და იმხელა ემოციები. მერაბის ჩამოსვლა თქვი ახლა. გადაიკეტება ქუჩა. იმსახურებს ეს ადამიანი. კი. ყველაფერს იმსახურებს, აი, არ ვიცი. სიტყვებით ვერ აღწევ. ეხლა ჩვენ ვიხილავთ რომ არის ნახევარი გასული მე-5 რაუნდის და აი ხელში უჭირავს მერაბს უმარი და უმარით ხელში დადის. ხათაშორის ეხლა ვიდეო ნახე იმ დაღესტნელი ბიჭი მერაბმა რომ შეიფარა ესე რომ ვთქვა მე ხო მართა წავიდა სავალიშოთა ამასთან. რაღაც იყო საუბარი, კი. წერან უყურებდი მაგ ვიდეოს რა, შეხვდნენ ერთმანეთს, ჩაიხუტა და არ ვიცი, ისეთი ემოციური ვიდეო იყო ჩემთვის. არ მინახავს. კი, წერან ნახე ეს ვიდეო. კარგი მარცხენა ხუკი მოარტყა მერაბმა, კიდე მცდელობა შესვლის. ნუ უფრო ხდება რა, ატარებს უკვე უმარი დარტყმებს, შესვლებსაც ატარებს. მერაბი ხედავს ყველაფერს რა. უკვე ჩემი ძმაკაცების ნერვიულობდნენ და მაგას ვიზარდი, უკვე აღარ აქვს იმ ხელა ძალა არც ხელში, არც ფეხში რომ ნოკაუტი აიღოს. ნუ მაგრამ მერაბის მაინც ხელები აწეულია გზემოთ. მერაბი ჯერ რატო არის ჩემთვის
აქ ცდელობა რატო არის ჩემთვის სამაგალითო სპორტსმენი? ჯერ თავის ცხოვრებიდან გამომდინარე, საიდან დაიწყო და სადმე მუშა იყო. წარმოიდგინე. მუშა, მშენებლობა. ყველანაირად мотиваციას მაძლევს ეს ადამიანი ცხოვრების ეულათაც და სპორტშიც და ყველანაირად, 34-ის არის. ეს არის ნამდვილი მებრძოლი რა. წარმოიდგინე UFC როდესაც დაიწყო, პირველი 2 ჯგუფი წააგო. კი. ბევრი დაანებებდა თავს. გატეხვა, ჩემი აზრით, არ არის, ვერ გატეხა უბრალოდ. ანუ ფსიქოლოგიურად ეხა ზუსტად მაგას ვიზახ დიუმარს ისეთი ის უჭირავს, მაგრამ მერაბს ეს არ აინტერესებს, იმიტომ რომ ბევრად მეტი წვალებაა და ის აქვს გამოვლილი, ისეთი რაღაცები აქვს გამოვლილი, იმხელა ბრძოლები აქვს გამოვლილი, რომ არ ვიცი ხა რა უნდა მოუმზადო ამას. ნუ მესმის რომ ხაბიბი ლეგენდაა და ორი აზრი არ არის ამაში. მაგრამ მერაბის ლეგენდა გახდა, ხო? კი, რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ხაბიბია და აი, შეხედე, ეს არის 40 წამი იყო დარჩენილი მეხუთე რაუნდის დასრულებამდე და 2 ხუკი ჩაუჯინა და გააკეთა მოისროლა რა უმარი შესვლით ფეხში. ეხლა უკვე ხო, ეხლა დაიწყო ფინტები. აი უკვე თავისი მასშია სტიქიაში რა. უკვე გადაიყვანა და დააკონტროლა, აიღო ზურგი. სპარინგებზე როდესაც ვარ და უკვე ბოლოს სიამონებას გადაუბავ. უკვე გადაობს ეხლა მერაბი. რომელიმე 10 წამი როდესაც გატყდება და უკვე სიამონებას რომ იღებ. ეგ თემა იყო რა. არა. მერაბიმ გაიმარჯვა, მერაბიმ დაამტკიცა რომ კიდე 4-5 წელი ბოლოს. ჩემი აზრით ეხლა მერაბი კიდე 5 რაუნდს იჩხუბებდა. აი ისეთი კარდიოს კიდე 5 რაუნდს იჩხუბებდა რა. წეგან დავიწყე რა და ვეღარ დავამთავრე. მერაბის კარდიოს უბრალოდ ეს ღმერთმა უნდა გაჩქოს ჩემი აზრით. ამ ხელა კარდიო არ ვიცი, რა უნდა ივარჯიშო ეხლა, ბევრი ადამიანი ვარჯიშობს ეხლა, თუნდაც უმარი ეხლა არ მოიკლებდა არაფერს, მაგრამ ამის კარდიო არის უბრალოდ ღმერთის საჩუქარი და იყენებს კიდევაც ეს ადამიანი ამ კარდიოს 100%. ბევრი რამ MMA-ში არის დამოკიდებული მენტალობაზე, ძალიან ბევრი რამ. როდესაც არ ყოფნის სადღაც ტექნიკა, არ ყოფნის ფიზიკა, არ ყოფნის ფუნქციონალი, აი მაშინ ირთვება ეს ამ ბრძოლის მოგება იმხელად პრინციპული იყო ჩემთვისაც, იმიტომ რომ მინდოდა რომ დაგვიმტკიცებინა რა სოფლიოსთვის და ნუ ეს ჩხუბი მარტო ჩხუბი არ იყო, ბევრი რაღაცა დამტკიცდა ამით და ჩვენ გამოვშთით რუკაზე რა. კი, და არ ვიცი. რა უნდა ვთქვათ ახლა იმის გარდა რომ მერაბი გახდა 19 იანვარს ლეგენდა სოფლიოში და თავისთავად ჩვენთვის ქართველებისთვის სამაყო სპორტსმენი კი. არ ვიცი. ეს კიდე როგორი დაცვა იყო ზურგის, აი ეგეთი არ მინახავს ცხოვრებაში რომ ესე მოეშორებიოს რა, ნუ ყველანაირად დაჯო. მანქანა არის რა. როგორც გითხარით, 2 ჩემპიონი ყავს დღესდღეობით საქართველოს, არც ერთ ქვეყანას, არც ამერიკას, არც ბრაზილიას, არც რუსეთს არ ყავს 2 ჩემპიონი და ჩვენ 3 მილიონიან ერს ყავს 2 ჩემპიონი, თან როგორი ჩემპიონი, დომინანტური. ზუსტად მაგას ვიძახი. ანუ არის ჩემპიონი, თუნდაც ალდო აიღე. კი. ანუ არის ჩემპიონი მესმის, მაგრამ ეს ამან ბევრად სხვანაირი ჩემპიონობა ხასიათით დამახსოვრდება ეს. თუნდაც ილია რა, ანუ სხვანაირი ვარსკვლავები არიან. ბევრი ჩემპიონია, რომელიც საერთოდ არ ვიცით, ხო? მაგრამ ამათ სოფლიოს ისე დაამახსოვრეს თავი, რომ ალბათ სანამ MMA არ ვიცი. კი, იქნება ყველას ეცოდინება, ვინ იყო მერაბი და ვინ იყო ილია. ქართული ხასიათი და ზუსტად ეს სიამოვნებს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა, რომ ქართველებმა ძალიან დიდი სიტყვა ვთქვით UFC-ში და ზოგადად სოფლიოში. კიდე მეტი გამარჯვებები მერაბის პირადად მიულოცავთ, ზარს გავაკეთებთ, ახლა თავისთავად დღეს და ხვალ რთული იქნება გასვლა მერაბის ტელეფონზე, მაგრამ ამ დღეებში აუცილებლად დავუკავშირდებით, მიულოცავთ და თუ გამონახავს დროს, ჩავიწერთ აუცილებლად ინტერვიუს. ეს იყო ჩვენი დღევანდელი განხილვა ლეგენდარული ბრძოლის უმარ ნურმაგომედოვი, მერაბ დვალიშვილი, მე აირონ ლაშა და თორნიკე გიგაური თქვენთვის განვიხილეთ ეს ბრძოლა. მადლობა თორნიკე. მადლობა თქვენ და წარმატებები.